მეხუთე 40 ეპიზოდი გვაქვს ჩაწერილი უკვე. პირადი საქმე დაგიბრუნდათ მეხუთე სეზონით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვიყურებთ, გულშემატკივრობთ და უყვებით ამ ჩვენს პროექტზე სხვებს. თქვენ იცით რომ პირადი საქმე ბევრს მოგზაურობს მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყნებში და დღეს გადავწყვიტეთ ვიმოგზაუროთ აზიაში. მოგიყვეთ ადამიანზე, რომელიც ხელმძღვანელობს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას, უკაცრავად ქვეყანას. ბავშვობაში მას წითელ პრინცს ეძახდნენ. იხება? წითელი პრინცი. დადიოდა პრესტიჟულ საბავშვო ბაღში, ელიტარულ სკოლაში, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა, როდესაც დაიჭირეს მამამისი და ჩასვეს ციხეში. ამის შემდეგ მას მოუწია დედაქალაქიდან სოფელში გადასვლა საცხოვრებლად. იქ გამოქვაბულში ცხოვრობდა და პრაქტიკულად შიმშილობდა. დღეს კიდე ბევრს მოგიყვებით ამ ადამიანზე, მის გზაზე, მის პოლიტიკურ კარიერაზე, ბევრი საინტერესო ამბავი გველის წინ. მაშ ასე დღეს გიყვებით ჩინეთის ლიდერზე, ამხანაგ სი ძინპინზე. დიდი ხანი ვემზადებოდით ამ ეპიზოდისთვის, არ იყო მარტივი ამ ეპიზოდის მომზადება, რადგან ჩვენ საუბრობთ იმ ქვეყნის ლიდერზე, რომლის ისტორია ითვლის 5000 წელს. არ შეგეშინდეთ, ნამდვილად არ ვაპირებ 5000 წლიანი ჩინეთის ისტორიის მოყოლას, ნამდვილად არა, მაგრამ როგორც ყოველთვის მე მინდა რამდენიმე ისტორიულ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, რადგან უფრო კარგად გქონდეს წარმოდგენა რა ქვეყანაზე ვსაუბრობთ. თან ბევრი რამ გვესმის, მაგრამ ზუსტად შეიძლება არ ვიცოდეთ, რა ისტორიულ მოვლენაზე არის საუბარი. ამიტომ გეტყვით, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაზე მსოფლიოში, დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი, შარშან-წინ მე მგონი ინდოეთმა გაუსწრო, მაგრამ ორივე ამ ქვეყანაში ცხოვრობს 1.4 მილიარდ ადამიანზე მეტი. უზარმაზარ ქვეყნებზეა საუბარი. გარდა ამისა, ჩინეთი არის უძველესი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების ქვეყანა. ძალიან საინტერესო. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე 2000 წლის განმავლობაში ჩინეთს მართავდნენ იმპერატორები, სხვადასხვა დინასტიები, ამაზე შეიძლება ბევრი ფილმი გაქვთ ნანახი, მხატვრული, დოკუმენტური. მოკლედ, მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ესე მივედით, ესე უცებ და ყველაფერი შეიცვალა სადღაც 1911-1912 წლებში, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში დაიწყო პროტესტები, აჯანყება, რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელს ქვეყანაში მონარქიის იმპერატორის წინააღმდეგ. ეს იყო დაკავშირებული იმ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელშიც იმყოფებოდნენ ჩინელები იმ დროს. ეს აჯანყება გავრცელდა შემდეგ სხვა ქალაქებზე, სხვა რეგიონებზე და უკვე 1911 წელს ქალაქ უჩანში, ჰუბეის პროვინციაში შეიკრიბა პარლამენტი და დაარსდა ჩინეთის პირველი რესპუბლიკა. არა სახალხო რესპუბლიკა, ჩინეთის რესპუბლიკა, ესე დაარქვეს. იმპერატორი გადადგა ტახტიდან და შეიქმნა რესპუბლიკა. ბევრი რო არ ვისაუბროთ, უკვე 1959 წელს შეიქმნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ეხლა რაშია საქმე? 59 წლამდე 30-იან წლებში იყო დაპირისპირება კომუნისტებსა და პარტია გომინდანს შორის. მე მახსოვს სხვათა შორის, ბავშვობიდან მახსოვს, იყო ესეთი ტელევიზორში გადაიცემოდა გადაცემა „ვრემია“, პირველი არხით, საბჭოთა არხით.
და აი სახელები ეხლა როდესაც ვამზადებდი ამ ეპიზოდს, გამახსენდა სახელები, რომელიც მესმოდა ტელევიზორიდან ბავშვობაში. ჩანკაიში, მაო ძედუნი, დენ საოპინი, აი ეს სახელები ამომიტივტივდა, ესე ვთქვათ. რაში იყო საკ, როგორც გითხარით, კომუნისტები უპირისპირდებოდნენ პარტია გომინდანს, რომლის მეთაური იყო სამხედრო პირი ჩანკაიში, ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, იყო დიდი დაპირისპირება, ჯერ კომუნისტები აგებდნენ, მერე შემდეგ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მერე რომ გომინდანი გაადევნეს, ესე იგი ჩინეთის ძირითადი ტერიტორიიდან და პარტიის ლიდერები აღმოჩნდნენ ტაივანზე. კუნძული ტაივანი, რომელიც ისტორიულად იყო ჩინეთის განუყრელი ნაწილი, ჩინეთს ეკუთვნოდა, მაგრამ გომინდანელები, ესე ვთქვათ, დამკვიდრდნენ ტაივანზე. ჩინეთს უნდოდა დაბრუნება ტაივანისაც და იქ გაგრძელება ამ ომის, მაგრამ იქ ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც ხდება ხოლმე იმპერიების დაპირისპირება, ეს ჩემია, ეს შენია, ჩვენ ბევრჯერ მოგვიყოლია ეს ამბები, კოლონიალური ინტერესები, იმპერიული ინტერესები, არა მარტო რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, ესპანეთს, რა ვიცი, ისტორიულად ეს ყველაფერი იყო. მოკლედ იქ შევიდნენ ამერიკული ხომალდები და ჩინეთმა, ესე ვთქვათ, პეკინმა, ესე ვთქვათ, შეიკავა კომუნისტებმა, შეიკავეს თავი. კომუნისტების ლიდერი იყო მაო ძედუნი, შეიძლება გსმენიათ ეს სახელი, ლიდერი, დიქტატორი, ეხლა დასვენებულია 76 წელს გარდაიცვალა და მავზოლეუმში, ისევე როგორც ლენინი, მოსკოვში, პეკინში, წიანანმენის მოედანზე, ამ მოედანზე ჩვენ კიდე მოყვებით იქ რა მოხდა 89 წელს და ისინი ვინც ჩადიან ჩინეთში, იმათაც შეუძლიათ, ესე იგი, დიდი ბელადის ნახვა მავზოლეუმში. 40 მაო ძედუნი არის ხელისუფლებაში, 58-დან 61 წლამდე ქვეყანაში გამოაცხადეს დიდი ნახტომის პოლიტიკა. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ 59 წელს, როდესაც შეიქმნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ბუნებრივია მაო ძედუნმა, კომუნისტებმა განაცხადეს, რომ ჩვენ ახლა გავუსწრებთ ყველას, კაპიტალისტურ ქვეყნებს, აქ შევქმნით, რა ვიცი, 60-ს, რაც არ გამოუვიდათ, ქვეყანა იმყოფებოდა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში და ამიტომ სადღაც 9 წელიწადში, რათა რაღაცა ვითომ ცვლილება შეეტანათ ამ პოლიტიკაში, ან მდგომარეობაში უფრო სწორედ, მაო ძედუნმა გამოაცხადა დიდი ნახტომის პოლიტიკა. რაში გამოიხატებოდა ეს? ეს იყო ეგრეთ წოდებული ინდუსტრიალიზაცია. პრინციპში ბევრი რამ, რაც ხდებოდა იმ წლებში ჩინეთში, ძალიან გავს იმას, რაც ხდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთში, აი 20-იანი წლების დასაწყისში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. ოღონდ ინდუსტრიალიზაცია აბსურდულ რაღაცებს აკეთებდნენ ტრადიციულად აგრარულ ქვეყანაში, გადაწყვიტეს, რომ ყველგან სოფლებში გლეხებმა უნდა გადაადნონ ფოლადი, ამას აიძულებდნენ და იმის მაგივრად, რომ მოეყვანათ, რა ვიცი, ბრინჯი და სხვა კულტურები, აიძულებდნენ, რომ გადაედნონ ფოლადი. აბსურდი. გარდა ამისა, იმ წლებში დაიწყო და ამის შედეგად, აი ამ უგუნური პოლიტიკის შედეგად დაიწყო შიმშილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი ჩინეთის ისტორიაში, რადგან ამ შიმშილს იმ წლებში შეეწირა სხვადასხვა ციფრები არსებობს, ყველაზე ნაკლები 15 მილიონი ადამიანი, არსებობს ციფრი 45 მილიონი ადამიანი, მაგრამ ყველაზე ხშირად ადამიანები, რომლებიც სწავლობენ ჩინეთს, ასახელებენ 30 მილიონ ადამიანს. აი ამდენი ადამიანი მოკვდა ჩინეთში 50-იანი წლების ბოლოს შიმშილისგან. პოლიტიკა იყო იმდენად აბსურდული, აი ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, რომ აბრალებდნენ იმას, რომ მოსავალს ვერ იღებდნენ გლეხები, ძირითადად აქ არის საუბარი ბრინჯზე, ხო? ჩინური სამზარეულო, ჩვენ ვიცით, ბრინჯი, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ჩინური სამზარეულოსი, აბრალებდნენ ბეღურებს.
არა, არ მოგესმათ ბეღურები ანადგურებენ მოსავალს. ამიტომ მაო ძედუნმა თავისი განკარგულებით ესე გამოსცა ესეთი განკარგულება, რომ უნდა მოეკლათ გაენადგურებინათ ყველა ბეღურა ქვეყანაში. ეხლა ბეღურა ვიცით ხო? ესეთი პატარა ჩიტია, რომელიც ფრინველი, რომელიც თურმე აი ამ ეპიზოდს რომ ამზადებდი, ეს გაირკვა ეს ამბები, დიდხანს ვერ დაფრინავს. არ არის ძლიერი ფრინველი, რომ აი ესე იგი რაღაცა იფრინოს საათობით. მაქსიმუმ ჰაერში ბეღურა შეიძლება იყოს 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა დაჯდეს, დაისვენოს და გააგრძელოს ფრენა. ამიტომ რა მოიფიქრეს, რომ იმათ ვისაც ჰქონდათ იარაღი პირდაპირ ესროდნენ ბეღურებს და ესეკლავდნენ, სხვებს ვისაც არ ჰქონდათ იარაღი, მოიფიქრეს ესეთი რამ. ყვიროდნენ, შეშინებული ბეღურები ვერ ჯდებოდნენ ტოტებზე, არ გრძელებდნენ ფრენას, რაღაცა მომენტში, ეხლა არ ხუმრობ, მეგობრებო, არ ხუმრობ, აი ამბავია ესეთი რეალური შეშინებული ბეღურები, იმიტომ რომ ქვემოთ იდგნენ ადამიანები და ყვიროდნენ, ვერ ჯდებოდნენ ტოტზე და ვარდებოდნენ, იმიტომ რომ უსკდებოდათ გული. მე ეს ადამიანები, არ ვიცი, იღებდნენ ამ ბეღურებს და შორის ჭამდნენ. აქვე ვიტყვი, რადგან ჩვენ საუბრობთ შიმშილზე, რადგან არ არის ახლა ეს ნამდვილად კომიკური და სასაცილო, კომიკური და აბსურდული იყო ის გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებდა ხელმძღვანელობა, რათა დაეძლიათ შიმშილი, მაგრამ აქვე ვიტყვი ერთ რამეს, რაც უკავშირდება ჩინურ სამზარეულოს, ალბათ ბევრს თქვენთაგანს მოწონთ, ხო, ჩინური სამზარეულო და მთელს მსოფლიოში, ჩაინათაუნებში არის უამრავი ჩინური რესტორანი, საქართველოს არ არის გამონაკლისი. რატომ არის რომ აი ჩინურ სამზარეულოში ხორცი, რომელსაც იყენებენ, ჯერ ერთი ეს არის ძირითადად ღორის ხორცი, რადგან ღორებს არ ჭირდებოდათ ახლა ბალახის ჭამა, ყველაფერს აჭმევდნენ ღორებს, უფრო მარტივად მოსავლელია ღორი, ვიდრე ძროხა. ამიტომ საქონლის ხორცი ძალიან დიდი იშვიათობა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საქონლის ხორცზე თუ არის საუბარი ან ღორის ხორცზე, ჩინელები სამზარეულოში აბსოლუტურად ყველაფერს იყენებენ. აი მთლიანად ამ ცხოველს, ესე იგი, იყენებენ თავის სამზარეულოში. შედედებული სისხლის კერძებიც კი არსებობს ჩინურ სამზარეულოში. ეს და კიდევ ერთი რომ ბევრი სანელებელი, ბევრ სპეციებს იყენებენ, ხო, ამ სამზარეულოში. რატომ? რათა გადაფარონ აი ეს ხანდახან შეიძლება უსიამოვნო გემო, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ორგანოს ჰქონდეს. ძალიან შორს წავედი, მაგრამ ნუ ესეა. ეს უკავშირდება ზუსტად აი ამ შიმშილის პერიოდს და შიმშილს, რომელიც ძალიან მტკივნეული თემაა ჩინელებისთვის. ესე იგი 60 სადღაც 1 წელს მიხვდნენ რომ მაო ძედუნი რამდენად მიხვდა არ ვიცი, მაგრამ პარტიაში სხვა ადამიანებიც იყვნენ, მაგალითად ერთ-ერთი იყო დენ საოპინი, რომელიც შემდეგ გახდება ჩინეთის ლიდერი, რომლებიც ხვდებოდნენ იმას, რომ რაღაცა უნდა შეცვალონ, იმიტომ რომ არის შიმშილი, ხალხი კვდება, არაფერი არ იცვლება, ჩინეთი ნამდვილად ის კი არა, რომ არ უსწრებს სხვა ქვეყანას, ნამდვილად ძალიან და ძალიან ჩამორჩება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. ამიტომ მაო ძედუნი ცოტა ჩამოშორდა ეკონომიკას, მაგრამ იმისთვის რომ არ მომხდარიყო რაღაცა პოლიტიკური გამოსვლები, ეს უკმაყოფილება რომ არ გასულიყო გარეთ, უკვე 66 წელს ჩინეთში დაიწყო ეგრეთ წოდებული კულტურული რევოლუცია. ეს ტერმინი ალბათ ნამდვილად გაგიგიათ. ეს არის ის, რაც იყო მაგალითად საბჭოთა კავშირში 30-იან წლებში და რასაც ჩვენ წითელ ტერორს ვეძახით. მაშინ მთელ აი ამ ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებში მაო ძედუნმა და პარტიის ხელმძღვანელობამ დაადანაშაულეს, როგორც სხვა თავისი თანაპარტიელები, ზუსტად ისევე როგორც ეს მოხდა 20-ან 30-იან წლებში რუსეთში, საბჭოთა კავშირში და ასევე კულტურული ელიტის, ინტელიგენციის წარმომადგენლები. 66 წლიდან თითქმის 10 წლის განმავლობაში, ანუ პრაქტიკულად მაო ძედუნის სიკვდილამდე ჩინეთში ხორციელდებოდა ეს ეგრეთ წოდებული კულტურული რევოლუცია, როდესაც ხალხს იჭერდნენ, სვამდნენ ციხეში, ძალიან ბევრს უბრალოდ ან ბანაკებში აგზავნიდნენ, ან უბრალოდ კლავდნენ. და 76 წელს
ჩავიდა წითელი მზე. გარდაიცვალა მაო ძედუნი. შემდეგ იქ იყო რაღაც სხვა ხელმძღვანელები, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ 78 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა დენ სიაოპინი. ეხლა რა ხდება, რაც შეეხება ხელისუფლებას? კომუნისტური პარტია დღემდე ხელმძღვანელობს ერთპარტიული სისტემა, დღემდე ხელმძღვანელობს ჩინეთს, მაგრამ იქ იყო უпростоრად, იყო სამი ესეთი პოსტი, სამი ხელმძღვანელი ხელმძღვანელობდა ქვეყანას. ერთი ეს არის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, მეორე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე და მესამე სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი. ნუ შეიძლება ითქვას მთავარსარდალი. აი დენ სიაოპინი მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მას ჰქონდა სამხედრო ხელმძღვანელის თავმჯდომარის მთავარსარდლის პოსტი, მიუხედავად ამისა, მან მოახერხა და გახდა პრაქტიკულად გახდა ქვეყნის ლიდერი. დენ სიაოპინი, რომელიც როგორც გითხარით, ჯერ კიდევ მაო ძედუნის პერიოდიდან მოღვაწეობდა პარტიაში, ერთ-ერთი ლიდერი იყო. რაღაცა პერიოდში, აი ამ კულტურული რევოლუციის პერიოდში იყო რეპრესირებული, შემდეგ რეაბილიტირებული, გამოუშვეს ისა და 78-ში გახდა ლიდერი. მთავარი რაც მოხდა დენ სიაოპინის დროს, მოხდა გადასვლა სხვა ეკონომიკურ მოდელზე. ანუ მოხდა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება, ანუ პარტიად დარჩა, კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს ქვეყანას, მაგრამ დენ სიაოპინმა გაატარა ეკონომიკური რეფორმები, დაუშვა კერძო საკუთრება, გაყიდვა საბაზრო ეკონომიკის საწყისები. აი ეს 70-იანი წლების ბოლო ეს არის პერიოდი, როდესაც ჩინეთში იწყება ორი სისტემის სიმბიოზი, ესე ვთქვათ, თანაცხოვრება, კოაბიტაცია. მოგახსოვდეს სიტყვა. კოაბიტაცია, კომუნისტური პარტიის მმართველობა, კაპიტალისტური ეკონომიკური მოდელის პირობებში. შემდეგ ეს ბევრად უფრო განვითარდა, რასაკვირველია, მაგრამ პირველი საწყისები აი ამ სისტემას ესე იგი ეს სისტემა დაიწყო დენ სიაოპინის დროს. ძალიან მოკლედ მოვყევი, 5,000 წელი, მაგრამ აი რაღაცა ჩინეთის ისტორია ერთ წუთში, მაგრამ სამ რაღაცას კიდე ვიტყვი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩინეთზე, ჩვენ ბუნებრივია გვახსენდება ჰონგ-კონგი, გვახსენდება მაკაო და გვახსენდება ტაივანი და უიღურები. სამივეს ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ, მარტივად და გასაგებად, როგორც ჩვენ ამას ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ პროექტ 64-ში, აგიხსნათ რაშია საქმე. მაშ ასე ჰონგ-კონგი, მაკაო, ტაივანი და უიღურებზეც ვიტყვი ორ სიტყვას. რადგან როდესაც საუბრობთ ჩინეთზე, ჩინეთის ისტორიაზე, ჩინეთის დღევანდელ ადგილზე მსოფლიოში, რაღაცა გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება აი ამ ტერიტორიებზე უნდა გქონდეს. თავიდანვე ვიტყვი, რომ ჰონგ-კონგიც და მაკაოც ნამდვილად ეკუთვნის ჩინეთს. პრინციპში ისევე როგორც ტაივანი, ეს კუნძული, რომელიც ითხოვს დამოუკიდებლობას, მაგრამ რომლის დამოუკიდებლობა არ არის აღიარებული მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მიერ. რამდენიმე ისეთ კუნძულოვან სახელმწიფოს აქვს აღიარებული. დავიწყოთ ჰონგ-კონგით. რა მოხდა, ესე იგი, ჰონგ-კონგში? ჰონგ-კონგი აღმოჩნდა ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ, ბრიტანეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ, პირველი ოპიუმის ომის შემდეგ, ეგრეთ წოდებული პირველი ოპიუმის ომის შემდეგ ესეთი ომი იყო. რატომ დაერქვა ესე? რადგან ბრიტანულ იმპერიას შემოქონდა ოპიუმი ჩინეთის ტერიტორიაზე, რაზედაც ჩინეთში სხვადასხვა აზრი არსებობდა ამასთან დაკავშირებით. ჩინეთმა უარი განაცხადა ოპიუმის შემოტანაზე ქვეყნის ტერიტორიაზე და დაიწყო ომი. ეს არის მე-19 საუკუნის
1829-დან 42 წლამდე ამ ომში, იმიტომაც დაერქვა ოპიუმის ომი, ამ ომში ჩინეთმა წააგო და იძულებული გახდა რომ დაეთმო ჰონკონგი ბრიტანეთისთვის. შემდეგ იყო კიდე მეორე ომი, ამ ომში უკვე ბრიტანეთის გარდა მონაწილეობდა საფრანგეთი, ეს უკვე იყო ოპიუმის მეორე ომი. მოკლედ, ჰონკონგი აღმოჩნდა ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ. შემდეგ დაიდო ხელშეკრულება მე-19 საუკუნის ბოლოს, რომ ბრიტანეთი ქირაობდა ჰონკონგს ჩინეთისგან, ესე ვთქვათ, 99 წლის. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ეს ამ ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა, ამიტომ 84 წელს დიდი ბრიტანეთი დათანხმდა ჰონკონგის დაბრუნებაზე ჩინეთისთვის. მაგრამ ამ დაბრუნებას ჰქონდა ერთი პირობა. ამ პირობას დაერქვა ერთი ქვეყანა, ორი სისტემა. ანუ მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ჰონკონგი იქნებოდა ჩინეთის განუყრელი ნაწილი, ანუ ტერიტორიული მთლიანობა ამ ადგილას არ ირღვეოდა, მაგრამ ჰონკონგს ექნებოდა ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სუვერენული უფლებები. იმიტომაც ჰონკონგს, რომელიც არის ჩინეთის ნაწილი, აქვს სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი. მათ აქვთ თავისი კანონები, თავისი კანონმდებლობა, თავისი ეკონომიკური სისტემა და იქ არ ვრცელდება კომუნისტური პარტიის მმართველობა, ესე ვთქვათ. თუმცა რაღაცეები უკვე იცვლება ბოლო წლებში. ერთი ქვეყანა, ორი სისტემა. 1997 წელს ჰონკონგი ოფიციალურად დაუბრუნდა ჩინეთს. სხვათა შორის ოპიუმის პირველი ომის შემდეგ, ანუ მე-19 საუკუნის აი ამ 42 წელს, 1842 წელს, ეს არის თარიღი, როდესაც დაიწყო დამცირების საუკუნე ჩინეთისთვის. ესე ეძახიან ჩინეთში აი ამ საუკუნეს, რომელიც მათი აზრით დასრულდა 1949 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ კომუნისტები, მათი აზრით ეს დამცირება დასრულდა აი ამ 100 წლეული დასრულდა, თუმცა ჩინელები თვლიან, რომ საბოლოო წერტილი აი ამ დამცირებაში, რომელიც დასრულებულია, ქვეყანა გახდა მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, მაგრამ მაინც თვლიან, რომ საბოლოო წერტილი დაესმება, როდესაც ქვეყანას საბოლოოდ დაუბრუნდება ტაივანი. ტაივანზეც გეტყვით. მეორე ტერიტორია, მსგავსი ისტორია, ეს არის მაკაო. მაკაო ცნობილია მსოფლიოში, იმით, რომ იქ არის ბევრი კაზინო. იქაც მსგავსი ისტორია, მე-16 საუკუნიდან ეს ტერიტორია ეკუთვნოდა, უпростоრეთ იყო პორტუგალიის კონტროლის ქვეშ, მაგრამ ჩინეთის ტერიტორია იყო. იქაც 80-იან, უკვე მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ბოდიში ბევრი თარიღია, ბევრი სახელი, იმიტომაც ვამბობდი, რომ რთული ეპიზოდია, რთული იყო აი ამ ეპიზოდის მომზადება, ბევრი ისტორიული ფაქტი, მაგრამ ეს რო არ მოყვე, კონტექსტი არ იქნება გასაგები რა ტიპის ქვეყანაზე და რა ტიპის პოლიტიკოსზე ყვებით დღეს. ცოტა ხანიც და ესე იგი ამ ისტორიულ ექსკურსს ნამდვილად დავასრულე. მაკაო პორტუგალიის კონტროლის ქვეშ იყო მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, იქაც გაფორმდა ჰონკონგის მსგავსი ხელშეკრულება უკვე პორტუგალიასთან, ერთი ქვეყანა, ორი სისტემა, ეს იქაც თავისი ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ, თავისი არ ვრცელდება კომუნისტური პარტიის მმართველობა, დომინირება, ესე ვთქვათ, მაგრამ არის ჩინეთის განუყრელი ნაწილი, ჩინეთის ტერიტორია. 1999 წლის 20 დეკემბერს მაკაო ოფიციალურად დაუბრუნდა ჩინეთს. მაკაოსაც, სადაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი შემოსავალი იქ არის ეს სათამაშო ბიზნესი. მაკაოსაც ისევე როგორც ჰონკონგს აქვს სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი ჩინეთის ფარგლებში. და აი გადავედით ტაივანზე.
ტაივანთან დაკავშირებით ბევრად უფრო რთული ამბავია და როგორც გითხარით, ტაივანის დაბრუნება, რომელსაც ძალიან სურს პეკინს, იქნება მათთვის დამცირების საუკუნის საბოლოო, ესე იგი, აკორდი, საბოლოო წერტილი დაესმევა ამით. მე ოდნავ შევეხე ტაივანის ისტორიას, რომელიც ჯერ ესე იგი იაპონიის იმპერიის ქვეშ იყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ და ჩვენ ვიცით, რომ იაპონია იყო გერმანიის მხარეს, ტაივანი დაუბრუნდა ჩინეთს. მაგრამ იქ განვითარებული ამბავი კომუნისტების და გომინდანის პარტიის წარმომადგენლების დაპირისპირება და უკვე 59 წლისთვის გომინდანის ჩანკაიშისტები და გომინდანის პარტიის წარმომადგენლები გაიქცნენ და დამკვიდრდნენ ტაივანზე. ჩინეთს უნდოდა დაბრუნება, მაგრამ არ გამოვიდათ, რადგან ჩაერია ამერიკა, არ დაუშვეს ესე იგი საბოლოოდ ტაივანის დაბრუნება და იქ ტაივანზე გამაგრდნენ ეს გომინდანელები, ესე ვთქვათ, ჩანკაიში, რომელიც 75 წელს გარდაიცვალა. შემდეგ იქ ეს სამხედრო მმართველობა იყო აი ამ კუნძულზე, სამხედრო მდგომარეობა იყო, ჩანკაიშის უარ იყო რაღაცა მთიანი ანგელოზი, ნამდვილად არა. უკვე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იქ ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული პარტია, გააუქმეს სამხედრო მდგომარეობა, უფრო რაღაცა დემოკრატიული ძალები მოვიდნენ ხელმძღვანელობაში, მაგრამ აი ითვლება, რომ არის ჩინეთი ნამდვილად თვლის, რომ არის ჩინეთის ნაწილი. ტაივანი პოზიციონირებს საკუთარ თავს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, თუმცა არც გაეროს წევრია, არც ქვეყნების უმრავლესობას ნამდვილად არ აქვს აღიარებული ტაივანის დამოუკიდებლობა. აი რამდენიმე კუნძულოვანმა ქვეყანამ ეს ნაურუის ვიღაცები მათმა აღიარეს, თან აღიარებენ, მერე ჩინეთი გადაუხდის ფულს, მერე გამოიწვიეს თავისი აღიარება, მერე ისევ მოკლედ მთელი ამბებია იქ, მაგრამ ფაქტია, რომ აი შეიძლება ითქვას ესეთ პოლიტიკურ ლიმბოშია ტაივანი, მაგრამ ნამდვილად არ უნდა დაბრუნება კომუნისტურ ჩინეთში, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად სხვა სისტემა ამ კუნძულზე. ტაივანი არის ცნობილი და ეს არის მისი უზარმაზარი უპირატესობა. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ტაივანი ამით თამაშობს. ტაივანი არის მსოფლიოში ცნობილი იმით, რომ იქ აწარმოებენ მიკროსქემებს. ჩიპებს კომპიუტერებისთვის. ამას აწარმოებს ესეთი კომპანია, რომელსაც ქვია TSMC. და ამ ჩიპებს, ამ მიკროსქემებს, აი cutting edge მიკროჩიპებია, მყიდულობენ უდიდესი კომპანიები, რა ვიცი, Apple, AMD და სხვები და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ჩიპების მსგავსი მიკროსქემები არ იწარმოება დღეს ყოველ შემთხვევაში, არ იწარმოება არსად სხვაგან მსოფლიოში, ამერიკაშიც კი. ამიტომ ტაივანის ესეთი ძალით დაბრუნება, სამხედრო გზით დაბრუნება არ იქნება ჩინეთისთვის, ესე ვთქვათ, მარტივი. ამ თემას კიდე ჩვენ დავუბრუნდებით, როდესაც ვისაუბრებთ დღევანდელ ჩვენს გმირზე, იმიტომ რომ ტაივანის დაბრუნება მისთვის ერთ-ერთი, ესეთი მნიშვნელოვანი პუნქტია მის პროგრამაში, მაგრამ დღეს არის აი ესეთი მდგომარეობა, ცალკე ტაივანი და სულ არის რაღაცა გარკვეული დაპირისპირება ტაივანსა და კონტინენტალურ ჩინეთს შორის. და ბოლოს უიღურები ვინ არიან, იმიტომ კიდევ ერთხელ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩინეთზე, აი ეს ჰონგ-კონგი რა არის, სად არის, როგორ არის, რა ურთიერთობა აქვს, მაკაო ნაკლებად გვესმის, ტაივანი ბუნებრივი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავია, ხშირად არის პოლიტიკურ აი ამ ახალ ამბებში გვესმის, ხო, პეკინსა და ტაივანს შორის დაპირისპირება და უიღურები. უიღურები ეს არის ესეთი თურქული ეთნოსია, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო ჩინეთში, არამედ ზოგადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ყაზახეთშიც ცხოვრობენ. ჩინეთში ცხოვრობს ჩინეთის დასავლეთში, სინძინის უკაცრავად და აქვე მოვიხდი ბოდიშს, შეიძლება ხანდახან შემეშალოს, ყოველ შემთხვევაში პროვინციების სახელები, მიუხედავად იმისა, რომ მე
არაერთხელ გადავამოწმე, როგორ უნდა გამოვთქვა ქართულად, მაგრამ შეიძლება რაღაცა გარკვეული შეცდომები დაუშვა, ბოდიშს გიხდით ამის გამო. სინძინის უკაცრავად. სინძიანის, აი ხედავთ, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს 11 მილიონი უიღური. უიღურები ითხოვდნენ, ახლა შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მაინც პრობლემა რაში მდგომარეობს, ითხოვენ დამოუკიდებლობას, როგორც მინიმუმ კულტურულ ავტონომიას, საკუთარი ენა აქვთ, განსხვავდებიან ჩინელებისგან ასევე იმით, რომ თურქული ეთნოსია, სხვა ეთნოსია და გარდა ამისა არიან მუსულმანები. რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩინეთისთვის, სინძიანის პროვინციაში 11 მილიონი უიღურის გარდა 15 მილიონი ჩინელი ცხოვრობს, იმიტომ რომ პროვინციები ჩინეთში, ეს არის პროვინციაში ცხოვრობს 26 მილიონი ადამიანი. ან ერთ-ერთ პროვინციაში, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, სადაც მოღვაწეობდა სი ძინპინი, იქ 33 მილიონი. ესეთი 10 საქართველოს პროვინცია არის ჩინეთში, ან 8 საქართველოს, ესეცია. საერთოდ ტერიტორიაც დიდი აქვს ჩინეთს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონში, მაგრამ მოსახლეობა მოგეხსენებათ და ეს დაპირისპირება იქ იყო ტერაქტები, იყო ეს მოთხოვნები, უიღურებს ეძახიან სეპარატისტებს, უიღურების 11 მილიონი უიღურიდან, ბევრ წყაროს გავეცანი, დაახლოებით 1 მილიონმა უიღურმა გაიარა ეგრეთ წოდებული შრომითი ბანაკები. სადამსჯელო ბანაკები, სადაც გაიარეს ზოგი, ეხლა 3 თვე იყო, ზოგი 3 წელი, იქ აგზავნიდნენ ადამიანებს, რომლებიც გამოდიოდნენ აი ამ, ესე ვთქვათ, სეპარატისტული, ან პირდაპირ ვთქვათ, მოთხოვნებით. უიღურები ცხოვრობენ სინძიანში, ავტონომიას, დამოუკიდებლობას კი არა, ავტონომიას მათ არ აძლევენ. თვითონ მათი არგუმენტი არის, რომ ეხლა თუ არსებობს ყაზახეთი, რატო არ შეიძლება იყოს უიღურეთი, მაგრამ არც ყაზახეთში, სადაც ასევე ცხოვრობენ უიღურები, მათ თავისი ცალკე ქვეყანა არ აქვთ, ყაზახეთში ცხოვრობენ, ისევე როგორც აზიის, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში. ესეთი მიმოხილვა შევეცადე, რომ გამეკეთებინა, მთავარ ისტორიულ ფაქტებზე გამემახვილებინა ყურადღება, რათა გადავსულიყავით ჩვენს დღევანდელ გმირზე, ამხანაგ სი ძინპინზე. სი ძინპინი დაიბადა იმ წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში გარდაიცვალა იოსებ სტალინი. სულ რამდენიმე თვეში, 15 ივნისს. მამამისი, სი ჯუნსუნი, იყო პარტიული მუშაკი, მაო ძედუნთან ერთად ებრძოდა კომინდანის პარტიას და შეიძლება ითქვას, რომ შედიოდა პარტიის და ქვეყნის ხელმძღვანელობის მაღალ ეშელონებში. რაღაცა პერიოდში ვიცე-პრემიერიც კი იყო, შეიძლება ითქვას, ესე თანამდებობას იკავებდა. სი ძინპინი იყო მეექვსე შვილი, მეექვსე ბავშვი ოჯახში, თუმცა ეს უკვე მეორე ქორწინებიდან, იმიტომ რომ მეორე ცოლი მოიყვანა სი ჯუნსუნმა. ბავშვობიდან დადიოდა ესეთ ელიტარულ ბაღში, შემდეგ ძალიან პრესტიჟულ პეკინის პრესტიჟულ სკოლაში, ზოგადად პარტიული ელიტის წარმომადგენლების შვილებს იმ წლებში წითელ პრინცებს ეძახდნენ. ესეთი წითელი პრინცი და ითვლებოდა, რომ ესენი მიიღებდნენ კარგ განათლებას, ჯერ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში და მათ ამზადებდნენ შემდეგ პარტიული კარიერისთვის, პოლიტიკური კარიერისთვის. მათ უნდა შეეცვალათ თავისი მშობლები მაღალ პარტიულ პოსტებზე. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ესეთი ტიპის ქვეყნებში, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩინეთის 40-იან წლებში, 50-იან წლებში ისტორიას და საბჭოთა კავშირის ისტორიას ბევრი საერთო აქვს, ხო? კულტურული რევოლუცია, წითელი ტერორი, მაო ძედუნი, სტალინი. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე ესეთ ქვეყნებში, ეს პრივილეგიები და ის რომ შენ ხარ ამ პოლიტიკური ელიტის ნაწილი, საერთოდ არ გაძლევს გარანტიას უსაფრთხოების.
ამიტომ 1962 წელს მოხდა ისე, რომ სი ჯუნსუნი, ანუ სი ძინპინის მამა დააკავეს. დაადანაშაულეს ღალატში, იმაში რომ რევოლუციას უღალატა, დაადანაშაულეს, დაიწყო, ესე იგი, გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეიძლება მიიღო მონაწილეობა რაღაცა შეთქმულებაში, თუმცა ეს ვერ დაუდასტურეს, მაგრამ ჩასვეს ციხეში, იქ სადაც სინძიპინის მამამ გაატარა მთლიანობაში 16 წელი, შემდეგ იგი გამოუშვეს, რეაბილიტირებულიც იყო და გარდაიცვალა 2002 წელს. მოკლედ, იმ წლებში, ანუ 60-იანი წლების დასაწყისში, იწყება ურთულესი პერიოდი სი ძინპინის ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ, როგორც ხდება ხოლმე, როგორც ვიცით საბჭოთა ისტორიიდან, რეპრესირებული პოლიტიკოსების ან ზოგადად ადამიანების ოჯახებისთვის ეს არის უმძიმესი პერიოდი. სი ჯუნსუნის ცოლს აიძულეს, რომ უარი ეთქვა საკუთარ ქმარზე, ის გამოვიდა, დაადანაშაულა საკუთარი მეუღლე ღალატში. სი ძინპინის უფროსმა დამ ვერ გაუძლო აი ამ წნეხს, დაცინვას, აკავებდნენ, ცემდნენ და თავი მოიკლა. სი ძინპინი თვითონ ასევე გახდა იმ სკოლაში, სადაც ჯერ კიდევ დადიოდა, იმ პრესტიჟულ პეკინის სკოლაში, ასევე დაცინვის ობიექტი გახდა, ამბობდნენ, რომ ის არის მოღალატის შვილი. გარდა ამისა, ოჯახს ძალიან გაუჭირდა ეკონომიკურად, რადგან ყველა ის პრივილეგია, რაც ჰქონდათ, ყველაფერი გაუქმდა, ვერც მუშაობდნენ ვერსად, არცაც სამსახურში არ იღებდნენ, ამიტომ პატარა ჯერ კიდევ ბავშვი სი ძინპინი ძალიან ხშირად იყო მშიერი და ქუჩებში დადიოდა, რაღაც მათხოვრობდა. ერთი პერიოდი დედამ გააგზავნა სოფელში თავის დედასთან და ეს დასუსტებული შიმშილისგან ბავშვი ბებიამ მას მოუარა, თხის რძეს ასმევდა, ამან გადაარჩინა, ესე ვთქვათ. მაგრამ უკვე 68 წელს, ანუ მამამისი 62-ში დააკავეს, 6 წელი უკვე მამა არის ციხეში, მაო ძედუნმა გამოაცხადა ახალი ინიციატივა. მან გადაწყვიტა, რომ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც სწავლობდა აი ამ პრესტიჟულ სკოლებში, ასე უნივერსიტეტებში, გაეგზავნა სოფლებში. უმრავლესობა აი ამ გოგონების და ბიჭების, რომლებიც გააგზავნეს სოფლებში, ზუსტად აი ამ რეპრესირებული ადამიანების, არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ სხვა კულტურული რევოლუცია მიდის ქვეყანაში და სხვა რეპრესირებული ადამიანების შვილებზეა საუბარი, გააგზავნეს სოფლებში. ესენი აბსოლუტურად არ იყვნენ მიჩვეული ესეთი ცხოვრების წესით, მაგრამ მოუწიათ სოფლებში ცხოვრება. უმძიმესი, ურთულესი პერიოდი, რადგან ცხოვრობდა ერთ-ერთ პროვინციაში, შენსის პროვინციაში, სადაც ცხოვრობდა მიწური გამოქვაბული, ითვლება ესე წერია ყველა, ესე იგი ბიოგრაფიაში სი ძინპინის, რომ ცხოვრობდა გამოქვაბულში, თვითონ რაღაცას, არ ვიცი, რასაც შოულობდა, იმას ჭამდა. უკვე 70-იან წლებში, როდესაც 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მაო ძედუნმა დართო ნება, რომ ეს ახალგაზრდები დაბრუნებულიყვნენ ქალაქში, 74 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე არ იღებდნენ პარტიაში, როგორც იქნა, მიიღეს კომუნისტურ პარტიაში. აქაც რეკომენდაცია გაუწიეს აი იმ სოფლის მაცხოვრებლებმა, სადაც იზრდებოდა სი ძინპინი. 75 წელს უკვე კომუნისტური პარტიის წევრია, 75 წელს სი ძინპინმა ჩააბარა პეკინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ქიმიკოს ტექნოლოგიის პროფესიას ეუფლებოდა, რომელიც დაამთავრა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ სანამ დაამთავრებდა, ერთ წელიწადში ჩაბარების შემდეგ, გარდაიცვალა მაო ძედუნი. ჩავიდა, როგორც გითხარით, როგორც ამბობდნენ მაშინ ჩინელები, ჩავიდა წითელი მზე.
სულ მალევე ჯერ კიდევ სი ძინპინი სწავლობს უნივერსიტეტში, უკვე 78-ში, როგორც გითხარით, ქვეყნის ხელმძღვანელობაში მოვიდა დენ საოპინი, რომელმაც დაიწყო რეფორმები, ეკონომიკური რეფორმები, ქვეყანამ ცოტა ამოისუნთქა, ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო ქვეყანაში და გარდა ამისა დაიწყო ის, რასაც ისევე როგორც სტალინის სიკვდილის შემდეგ 53-56 წლის მერე ცნობილი ყრილობის შემდეგ ხრუშოვმა დაიწყო პოლიტიკური დათბობა, ჩინეთშიც დაიწყო პოლიტიკური დათბობა. ბევრი რეპრესირებული ადამიანი გამოუშვეს ციხეებიდან, მოხდა მათი რეაბილიტაცია და ზუსტად ეს არის წლები, როდესაც სი ძინპინის მამაც გამოვიდა ციხიდან. უნივერსიტეტიც დაამთავრა, მაგრამ როგორც გითხარით, მას ჰქონდა ჩაფიქრებული პოლიტიკური კარიერა. მას უნდოდა პოლიტიკურ ყველაზე მაღალ ეშელონებში ემუშავა, მაგრამ იქამდე ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევს ჩვენს დღევანდელ გმირს. და უკვე მალევე 70-იანი წლების ბოლოს სი ძინპინი გახდა აი ამ სამხედრო კომიტეტის, ანუ ერთ-ერთი სახელმძღვანელო ორგანოს ხელმძღვანელის, მთავარსარდლის მდივანი. ცენტრალურ სამხედრო კომიტეტში დაიწყო მუშაობა. ზუსტად იმ პერიოდში მოხდა მნიშვნელოვანი ეპიზოდი მის ბიოგრაფიაში. იმ წლებში სი ძინპინს უკვე ყავდა ცოლი, პირველი ცოლი, რომელსაც ერქვა, უნდა ჩავიხედო, კი ლინლინი. კი ლინლინი იყო ცნობილი ჩინელი დიპლომატის ქალიშვილი. მამამისი იყო ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. კი ლინლინსაც უნდოდა გადასვლა საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში და როგორც მისი ქმარი სი ძინპინიც უნდა გამგზავრებულიყო ლონდონში. უფრო მეტი მას პირდებოდნენ რაღაცა გარკვეულ პოზიციას დიპლომატიურ სამსახურში ჩინეთის საელჩოში დიდ ბრიტანეთში. მაგრამ სი ძინპინმა მიიღო საინტერესო გადაწყვეტილება. მან განუცხადა საკუთარ მეუღლეს, რომ არ უნდოდა ჩინეთის დატოვება, არ უნდოდა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლა, არ უნდოდა დიპლომატიური სამსახური. არ ვიცი ახლა როგორ მოხდა მეუღლეებს შორის რა ხდებოდა კიდე იქ რაღაც რა პირადი პრობლემები ჰქონდათ, შვილები მათ არ ყავდათ. მაგრამ დაცილდნენ ერთმანეთს და მალევე, აი როგორც კი მოაწერა ხელი გაყრის დოკუმენტს სი ძინპინმა, მან სთხოვა პარტიის ხელმძღვანელობას, რომ გაეგზავნათ ერთ-ერთ, ისე ვთქვათ, რთულ პროვინციაში სამუშაოდ. რატომ რთული? იმიტომ რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო იმ პროვინციაში, რომელსაც ქვია ჰებეის პროვინცია, სადაც გაემგზავრა სი ძინპინი. ეს მოხდა 82 წლის მარტში. მაშინ იგი დანიშნეს ამ პროვინციის ხელმძღვანელის მოადგილედ. მალევე სი ძინპინმა კარგად გამოიჩინა თავი, ძალიან აქტიურად მუშაობდა, შეუდგა საქმეს და ძალიან მალევე ჰებეის პროვინციის თავმჯდომარე გახდა. ანუ პრაქტიკულად მართავდა, ესე იგი, საქმეებს ამ პროვინციაში. ამას ესეთ ეფექტიან, აქტიურ ხელმძღვანელებს ადგილებზე აქცევდნენ ყურადღებას კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ესე უყურებდნენ, ფიქრობდნენ, შეიძლება ამან რაღაცა დიდი კარიერაც გააკეთოს და პრინციპში ესეც მოხდა. ერთ-ერთი პირველი სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო ამ პოსტზე, იყო ის, რომ მან გააუქმა დამატებითი გადასახადი ადგილობრივი გლეხებისთვის. ამან მისცა დიდი სტიმული აგრარული სექტორის განვითარებისთვის და პროვინცია ისეთი ღარიბი პროვინციიდან უცებ გახდა საკმაოდ წარმატებული, ეკონომიკურად განვითარებული, რაღაცა დრო დაჭირდა ამას, მაგრამ განვითარებული პროვინცია. ესეც არ დარჩა ესე შეუმჩნეველი პარტიული ხელმძღვანელებისთვის. კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, მაშინ მიმდინარეობდა ძალიან პოპულარული ჩინური სერიალის გადაღება ჩინეთში. და სი ძინპინმა შესთავაზა
გადამღებ ჯგუფს. აი ეს პროვინცია, რათა იქ გადაეღოთ ეს სერიალის რაღაცა სერიები. და თან ალბათ როგორც ხვდები შესთავაზა გარკვეული უკეთესი პირობები ვიდრე სხვაგან, სადაც ამ სერიალს იყო. ძალიან პოპულარული სერიალი, როგორც ხვდება ხოლმე, პოპულარული სერიალი სიყვარულზე რაღაცა. სერიალს ერქვა სიზმარი წითელ სახლში. ალბათ არ ვიცი, კომუნისტებს რა ესიზმრებოდ. არ ვიცი, მოკლედ გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა ხებეის როგორ გვიჭირს ქართველებს აი ამ ჩინური პროვინციების სახელების გამოთქმა, ალბათ ისევე როგორც ეხა ჩინელებისთვის ქართული ჩინურია, კი არა და ქართულია. ურთულესია, მაგრამ გვიჭირს. მოკლედ ხებეი გახდა დიდი მოედანი აი ამ სერიალის გადაღებისთვის. წარმატებით გადაიღეს სერიალი და სი ძინპინმა უბრალოდ სთხოვა, რომ დეკორაციები, რომელიც ააშენეს ამ სერიალის გადაღებისთვის, არ დაეშალათ. მოკლედ, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ხებეის პროვინციაში ამის მერე გადაიღეს კიდე 170 ფილმი და სერიალი. აი ესეთი ჩინური ჰოლივუდი. ჩინვუდი გააჩინა, ესე იგი, სი ძინპინმა იმ პროვინციაში. რამაც ასევე ძალიან დიდი სტიმული მისცა ეკონომიკური ახლა ამ პროვინციას. ვიღაცები დასაქმდნენ, პული იშოვეს, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. კიდევ ერთხელ არ დარჩა ეს შეუმჩნეველი პარტიული ბოსებისთვის და უკვე 3 წელიწადში მალევე სი ძინპინი გადაიყვანეს სხვა პროვინციაში. ამ პროვინციას ქვია ფუძიანი. ალბათ თქვენ ფიქრობთ, რაში გვაინტერესება ფუძიანი და ჰებეი. ხო, მაგრამ იმისთვის რომ უბრალოდ ვიცოდეთ ერთი პროვინციიდან მეორე პროვინციაში თუ დაიმახსოვრებთ, ესეც არ არის ცუდი. ფუძიანის თუ სწორედ ვამბობ, პროვინციაში გადავიდა სი ძინპინი. აი იქ უკვე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ბოლოს ისეთ ხელმძღვანელი გახდა ამ პროვინციასთან. მეგობრებო, როდესაც ჩვენ საუბრობთ პროვინციაზე, კიდევ ერთხელ, ქვეყნებზეა საუბარი. 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ერთ პროვინციაში. წარმოიდგინეთ, ახლა რა მასშტაბებზეა საუბარი. ეს არ არის პატარა რეგიონი, პატარა რაიონი. არა, უზარმაზარ მასშტაბებზეა საუბარი. აი იქ მთლიანობაში სი ძინპინმა გაატარა 17 წელიწადი, როგორც გითხარით, სხვადასხვა რეგიონალურ სხვადასხვა თანამდებობაზე. ყველაზე მთავარი, რაც გაკეთდა ამ რეგიონში, ამ პროვინციაში, სი ძინპინის ხელმძღვანელობით იყო თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის იდეა ჯერ კიდევ დენ საოპინის დროს, ჯერ კიდევ კი არა და ეს წლებია, გახდა აქტუალური და აი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელმაც უდიდესი კიდევ ერთხელ სტიმული მისცა ეკონომიკის განვითარებას. კი, კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს ქვეყანას, მაგრამ აი ეს თანაცხოვრება კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის და მიუხედავად იმისა, რომ არის ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა, ცენზურა და ასე შემდეგ, ჩინეთისთვის აღმოჩნდა ძალიან წარმატებული. ყოველ შემთხვევაში ეკონომიკურად, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩინეთზე, ჩვენ არ საუბრობთ ჩინეთზე როგორც ქვეყანაზე, სადაც ყვავის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და არა, ნამდვილად არა და სი ძინპინის დროს, როდესაც იგი უკვე გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, კიდე ბევრად გაუარესდება ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკას, კი იქ ყველაფერი კარგად ვითარდება და ვითარდებოდა და საფუძველი ამის არის ის, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს საბაზრო ეკონომიკა, კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, როგორც საფუძველი ეკონომიკური განვითარების. 80-იანი წლების ბოლოს სი ძინპინმა მოიყვანა მეორე ცოლი. მეგობრებმა გააცნეს პენ ლიუანი, რომელიც სი ძინპინისგან განსხვავებით, ახლა სი ძინპინი რეგიონალური ხელმძღვანელი იყო. პენ ლიუანი კი იყო ცნობილი მომღერალი. მას იცნობდნენ მთელს ჩინეთში. პენ ლიუანი გენერალ-მაიორია. ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკის სახალხო ჯარის გენერალ-მაიორის წოდება აქვს აი ამ ქალბატონს დღევანდელი ჩინეთის დღევანდელ პირველ ლედის. მაგრამ გარდა ამისა არის არაჩვეულებრივი მომღერალი, ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო ბუნებრივია გუნდის სოლისტი და ცოტა გადავახტები მოვლენებს 2013 წელს, როდესაც სი ძინპინი იმყოფებოდა რუსეთში ოფიციალური ვიზიტით, პირველი ოფიციალური ვიზიტი მისი პრეზიდენტის რანგში, პენ ლიუანი აი ამ სიმღერით გამოვიდა მოსკოვში. აი ესე მღერის ჩინეთის პირველი ლედი. დღემდე მღერის, არ ვიცი ახლა ალბათ ესე არ გამოდის, კონცერტებს არ მართავს, მაგრამ აი ესეთი მომღერალია. თან გარდა ამისა, მას სხვათა შორის პირველ ლედის კარლა ბრუნისაც საფრანგეთის ყოფილ პირველ ლედისაც ადარებდნენ, რადგან ნამდვილად ძალიან ლამაზი ქალბატონია და ისეთი მოდელის გარეგნობა აქვს და კარგათაც აცვია გემოვნებით, როგორც თვლიან ჩინელები. მოკლედ, რომ დავასრულოთ სი ძინპინის მოღვაწეობა ფუძიანის პროვინციაში, ერთ რამეს ვიტყვი, რომ 2010 წლისთვის ეს პროვინცია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად განვითარებული და წარმატებული მთელს ჩინეთში. იქ ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა სი ძინპინმა, ძალიან კარგი სამედიცინო მომსახურება აქვთ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ცნობილია ასევე ეკოლოგიური მიღწევები, როგორც თვითონ ამბობენ ჩინელები ამ პროვინციის, დამოუკიდებელი ექსპერტებიც კი თვლიან, რომ აი ამ პროვინციაში ეკოლოგიის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. 2000, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ 2010 წელზე გადავხდი, მაგრამ იქამდე 2002 წელს სი ძინპინმა ჩააბარა, უბრალოდ მიიღო იურიდიული მეცნიერების დოქტორის წოდება, ანუ ეს წოდებაც აქვს მას და 2002 წლის ნოემბერში ჩინეთში მოხდა კიდევ ერთი ცვლილება პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ქვეყნის ლიდერი გახდა ხუ ძინტაო. ამ საკადრო ცვლილებების ფონზე სი ძინპინის სახელი უკვე პოლიტბიუროში, პარტიის მაღალ ეშელონებში კარგად იციან, უკვე შემჩნეულია აქტიური, წარმატებული ხელმძღვანელი რეგიონებში, გადადის პროვინციიდან პროვინციაში, ებრძვის კორუფციას, აი ეს სახელიც დაიმკვიდრა, როგორც ადამიანი, რომელიც ებრძვის კორუფციას. სხვა შორის მე რაც შეეხება სი ძინპინს პრეზიდენტს და კორუფციას, მესმის არსებობს ცენზურა, ყველაფერი არის ძალიან რთულია რაიმე სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება ამ ქვეყანაში, მაგრამ არ არსებობს რაიმე აი პირდაპირი მასალები, ფაქტები იმასთან დაკავშირებით, როგორი კორუმპირებულია სი ძინპინი უკვე პრეზიდენტის პოსტზე. სანამ გახდებოდა პრეზიდენტი და პარტიის გენერალური მდივანი და ასე შემდეგ, ერთი სტატია იყო გამოქვეყნებული, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკულმა სააგენტო ბლუმბერგმა, ეს იყო ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა არა სი ძინპინს, არამედ ეხებოდა მის უფროს დას, რომელიც არის businesswoman და მისი ქმარი, აი ამაზე იყო და რაღაც იმაზე, რომ მათი აქტივები აღწევს $500 მილიონ. მე რუსი ოლიგარქებისთვის $500 მილიონი რა არის მერთო ჩემო, მაგრამ სი ძინპინზე ესეთი მასალები ყოველ შემთხვევაში გამოქვეყნებული არაფერი არ არის. მოკლედ 2000-იან წლების დასაწყისია ახალი გენერალური მდივანი და სი ძინპინი გადაიყვანეს სხვა პროვინციაში. იქედან გამომდინარე, რომ კარგად გამოსდიოდა ეს ხელმძღვანელობა რეგიონალურ დონეზე და მთელი აი
გზა გაიარა, რა ვიცი, სოფელი, რაიონი, პროვინცია, მთელი რეგიონი, აი ყველა ეს საფეხური, ესე ვთქვათ, გაიარა ამ ადამიანმა, მაგრამ ძირითადად აგზავნიდნენ უფრო და უფრო რთულ რეგიონებს, სადაც იყო სერიოზული პრობლემები. ხანდახან ეს იყო ეკონომიკური პრობლემები, ხანდახან ეს იყო პრობლემები, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივი უკვე ყოფილი ხელმძღვანელების კორუფციას და კორუფციის ფაქტებს. აი იქ აგზავნიდნენ. შემდეგი გაჩერება არის პროვინცია ჩეციანი. პროვინცია ჩეციანში, ან ქვეყანა ჩეციანში, იქაც ათობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისევ სი ძინპინი შეუდგა საქმეს. და აქ ბევრი რომ არ შეგაწყინოთ, ესე იგი, იმით რა რეფორმებს ატარებდა, რა პროექტებს, ერთ პროექტზე მოგიყვებით და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც სი ძინპინმა აი ამ თანამდებობაზე განახორციელა. ეს იყო ხიდის მშენებლობა შანჰაისა და პორტ ნიმბოს შორის. ეს არის თითქმის 36 კილომეტრიანი ხიდი. ულამაზესი, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს და რომელიც შემდეგ, როდესაც ძალიან სწრაფად ააშენეს ეს ხიდი, რომელიც ამ მშენებლობას და ამ ხიდის უბრალოდ გაჩენას ჰქონდა უზარმაზარი ეკონომიკური და ასევე ჰუმანიტარული მნიშვნელობა. გარდა ამისა, თვითონ ხიდი არის ლამაზი ნაგებობა, რომელიც შევიდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ხიდების ათეულში. ბოლო თანამდებობა, რომელსაც იკავებს სი ძინპინი, სანამ გახდება პარტიის გენერალური მდივანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, ეს არის ქალაქი შანხაი. ეს არის ის, რაც ერთ-ერთ თავის წიგნში მან დაარქვა გამოცდა შანხაით. შანხაი 25 მილიონიანი მეგაპოლისი, განვითარებული ძალიან ქალაქი, ეკონომიკურად განვითარებული ყველანაირად, მაგრამ იქ სანამ სი ძინპინს დანიშნავდნენ, იქ ხელმძღვანელად მოხდა ძალიან დიდი გახმაურებული კორუფციული სკანდალი. ზუსტად ამიტომ გაუშვეს სი ძინპინი ესეთ რთულ ადგილას, რადგან მოეგვარებინა იქ დაელაგებინა და დაერეგულირებინა სიტუაცია, რაც მან მოახერხა. ისიც უნდა ვთქვა, რომ აი ამ პროვინციებში რომ მუშაობდა, არაერთხელ უწევდა კორუფციასთან ბრძოლა, ყოფილი ხელმძღვანელების გადაყენება თანამდებობიდან, მაგრამ არასოდეს სი ძინპინი არ მიმართავდა ძალიან რადიკალურ ზომებს. არ მიყავდა იქამდე, რომ აი ეს ხელმძღვანელები ჩაესვათ ციხეში და ალბათ იმიტომაც მას უკვე 2012 წლისთვის, როდესაც იგი გახდა პრეტენდენტი ყველაზე მაღალ პოზიციაზე ქვეყანაში, ხო, ბევრი კეთილის მსურველი ყავდა ქვეყანაში, ბევრს ასხსოვდა ის სიკეთეები, რომელიც მან გააკეთა მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. ესე მივედით 2012 წლამდე. 2012 წლის ნოემბერში გაიმართა ცენტრალური კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-18 ყრილობა და სი ძინპინი აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ. ამას რომ ვამბობ, მგონია რომ რაღაც არ არსებულ ქვეყანაზე ყვები, იმიტომ რომ მის მერე რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ის ფრაზები, აი ცენტრალური კომიტეტი, პოლიტბიურო, სხდომები, ყრილობები, სულ მგონია რომ ჩაბარდა წარსულს, მაგრამ არა არსებობს აი ესეთი ქვეყანა ჩინეთი, სადაც ეს ყველაფერი გრძელდება. ანუ იგი გახდა პარტიის გენერალური მდივანი 2013 წლის დასაწყისში, ანუ სულ რამდენიმე თვეში დაიკავა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტი და ასევე სამხედრო კომიტეტის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ანუ 2013 წლიდან უფრო მეტიც მას ოფიციალურად პრეზიდენტის წოდებაც აქვს, მაგრამ ირჩევს პოლიტბიურო, ხო, ამ პოზიციაზე. ანუ გამოვიდა, რომ 2013 წლისთვის სი ძინპინმა
მოახდინა სრული კონცენტრაცია ხელისუფლების ერთი ადამიანის ხელში. სამივე პოზიცია დაიკავა თვითონ, რაც იქამდე ესე არ იყო. შემდეგ სი ძინპინი უფრო შორს წავა. იგი შეცვლის კონსტიტუციას და ამოიღებს კონსტიტუციიდან, როგორი ნაცნობია, ხო? ეს უკვე ძალიან ნაცნობია დღევანდელ მსოფლიოში. პრეზიდენტები სხვადასხვა კონტინენტებზე ამას აკეთებენ. შეზღუდვას ორ არასაპრეზიდენტო პოზზე, არამედ ქვეყნის რესპუბლიკის თავმჯდომარის პოზზე და გენერალური მდივნის პოზზე. აქამდე 10 წელიწადზე მეტი, მაო ძედუნის გარდა, ბუნებრივია, ის იყო განსაკუთრებული ლიდერი იყო, ბელადი. იმის მერე 10 წელიწადზე მეტი არც ერთ ხელმძღვანელს არ დაუკავებია ეს პოსტი. ეს პოსტები უფრო სწორედ და სხვადასხვა ადამიანები იკავებდნენ. მაგრამ იქამდე სანამ ამ სრულ კონცენტრაციას მოახდენს 2012 წლის ბოლოს, როდესაც სი ძინპინი აირჩიეს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად, 2012 წლის ბოლოს მას ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი ისტორიული საპროგრამო გამოსვლა, რომელსაც ერქვა ჩინური ოცნება. ხო, თუ გეგონათ რომ 2012 წელს მხოლოდ საქართველოში ოცნებობდნენ, არა, ჩინეთშიც ოცნებობდნენ. მართალია ჩინეთში ბევრი რამ, რაზედაც ამხანაგი სი ოცნებობდა, ბევრი რამ განხორციელდა. საქართველოზე დღეს არ ვისაუბრებთ და საერთოდ ოცნებაზე. ამ პროგრამაში, ამ გამოსვლაში სი ძინპინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან ბრძოლაზე. უფრო მეტიც მან განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ როგორც ვებხვებს, ისე ბუზებს. არ ვიცი, ეთყობა რაღაცა ეს ალეგორიები ცხოველებთან, ძალიან ისეთია, ნაწილია ეთყობა მენტალიტეტის თუ კულტურის, ტრადიციის ჩინეთში, ვებხვებს და ისე ბუზებსაც უნდა ვებრძოლოთ. ებრძვიან კიდევაც კორუფციასთან ისე ძალიან შეუპოვარი მებრძოლია სი ძინპინი. ძალიან სერიოზული წმენდა განხორციელდა პარტიულ აპარატში. ზუსტად ამ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში ძალიან ბევრმა, უფრო მეცაც გეტყვი, რატო ძალიან ბევრი რატო უნდა ვთქვა. 2 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ზოგი იმაში ციხეშიც აღმოჩნდა. ნუ ახლა 2 მილიონი ადამიანი, 1.4 მილიარდიანი ქვეყნისთვის პრინციპში არაფერი არ არის. სი ძინპინი ერთი დამავიწყდა, რომ მე თქვა, რომ აი ჩენცენის პროვინციაში, როდესაც მუშაობდა, მან დაიწყო იმის გაკეთება, რაც ყველაზე მეტად აკლდა. ანუ ყველა მთელი გზა ხო გაიარა, მაგრამ რა აკლდა მას და აკლდა, ესე ვთქვათ, როგორც პოლიტიკოს გამოცდილება საერთაშორისო არენაზე სხვა ხელმძღვანელებთან ურთიერთობის და აი ჯერ კიდევ იმ პროვინციაში მუშაობისას მან დაიწყო ვიზიტები საზღვარგარეთ, დაიწყო რაღაცა კონტაქტები, ინვესტიციების მოზიდვა, ჩინეთიდან ექსპორტის გაზრდაზე, ესე იგი საუბრები და ხელშეკრულებები, ეკონომიკური, ახლა პოლიტიკურზე იქ არ იყო ლაპარაკი. ახლა 2013 წლიდან უკვე პრეზიდენტის, გენერალური მდივნის, თავმჯდომარის და ყველაფრის რანგში დაიწყო მოგზაურობა, იყო მისი შეხვედრა ბარაკ ობამასთან, შეხვედრა პუტინთან, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში 2012-დან კი არა, 2000 წლიდან რუსეთში სულ ვლადიმერ პუტინია. ნუ ახლა პატარა ის კი ქონდა ეს 8 წელს, მაგრამ 8-12-მდე, მაგრამ სულ პუტინია. ნუ პუტინს შეხვდა 13-ში პირველი ვიზიტი რუსეთში, ცოლმა იმღერა, ყველაფერი რუსეთთან კავშირები უფრო გაძლიერდა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ეკონომიკური წარმატების ფონზე და ჩინეთი საბოლოოდ გახდა მეორე ეკონომიკა მსოფლიოში დაიწყო ესეთი კონკურენცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ახლა დღეს მე არ ვაპირებ არანაირ ანალიზს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ჩინეთსა და ამერიკას შორის ტრამპის გაპრეზიდენტების მერე. არ არის მარტივი ეს ურთიერთობა, ეს ორი ქვეყანა, რომელიც ნამდვილად რომლებიც არიან კონკურენტები მსოფლიო არენაზე. სი ძინპინი როგორც ახალი ლიდერი,
როგორც ახალი ხელმძღვანელი, არის ამბიციური ადამიანი, რომელსაც მოწონს ყველაფრის კონტროლი, მისი მმართველობის პირობებში უფრო გაძლიერდა ცენზურა და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის ესეც სასაცილო ეპიზოდია, ფაქტი, რომ ჩინეთში არის აკრძალული ვინი-პუხი. ახლა რას ნიშნავს ეს ვინი-პუხის აკვარელი დათუნია. წიგნები არ არის აკრძალული, წიგნები, მაგრამ მაინც და მაინც ახლა ამას არ უკითხავენ ბავშვებს, მაგრამ წიგნი როგორც ესეთი არ არის აკრძალული. არის აკრძალული ამერიკული მულტფილმი. რატომ მოხდა ეს? ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის დროს სი ძინპინი შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და რამდენიმე ფოტო, რომელიც გავრცელდა, ეს ფოტოები სი ძინპინი ბარაკ ობამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში, არ ვიცი ახლა ვინ დაიწყო, მაგრამ გაჩნდა ესეთი მიმები, სადაც ეს ორი პოლიტიკოსი შეადარეს ვინი-პუხს და მის მეგობარს ვეფხს. ეს არ მოეწონა მართლა გავს ხედავთ გავს არ მოეწონა ეს სი ძინპინს, ამიტომ ამერიკული მულტფილმში არსებული დათუნია ვინი-პუხი ჩინეთში არის აკრძალული, არანაირი მიმები, არაფერი არ. ეხლა თქვენ მეტყვით ინტერნეტზე არის ესეთი მარტივი ბავშვური შეკითხვები, ინტერნეტი არის კი ბუნებრივია არის, მაგრამ იმისთვის რომ გახვიდე მაგალითად დიდ ქსელში, ანუ Google-ში, უნდა ისარგებლო VPN-ით. ხშირი გამოყენება ამისი იწვევს შეკითხვებს, შეიძლება მოვიდნენ შენთან და კითხონ რატომ, ამიტომ არსებობს ადგილობრივი ძალიან დიდი, რომელიც ემსახურება თითქმის მილიარდ-ნახევრიან მოსახლეობას, დიდი ინტრანეტი, მე მგონი Weibo ქვია ამ სისტემას. ცენზურა ჩინეთი იკავებს ესეთ მოწინავე პოზიციებს და ერთ-ერთ რა ვიცი თუ არა პირველ 10-ში ნამდვილად 5-ში ნამდვილად შედის იმ ქვეყნებს შორის, სადაც აკავებენ ჟურნალისტებს. აქ არ არის საუბარი თავისუფალ პრესაზე, სიტყვის თავისუფლებაზე. იგივე ძალიან ცნობილი ისტორიული ფაქტი ახალგაზრდების დახვრეტა წიანიანმენის მოედანზე. ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც დღევანდელ ჩინეთში არ ახსენებენ, ისე როგორც გეგონება ის არ ყოფილა, მაინც გაგახსენებთ. ეს მოხდა, ეს არის მოვლენები, რომელიც განვითარდა ჩვენთვის საქართველოსთვისაც ძალიან მძიმე 1989 წელს, ჩვენთან ახალი მომხდარი იყო 9 აპრილი, 27 აპრილს კი წიანიანმენის მოედანზე, პეკინის ცენტრში, ეს არის ცენტრალური მოედანი, სადაც არის მავზოლეუმი, იქ არის დასვენებული მაო ძედუნი. მაშინ იყო ერთ-ერთი ცვლილება ხელისუფლებაში, არა რადიკალური, იქ სულ კომუნისტები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში. მაგრამ ერთ-ერთი ესეთი ცვლილება იყო და გამოვიდნენ მოედანზე, გამოვიდნენ ახალგაზრდები, ძირითადად სტუდენტები, აი ამ დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით. ეს მოვლენები, ეს პროტესტები გრძელდებოდა სულ თვენახევრის განმავლობაში, 27 აპრილიდან დაახლოებით 4 ივნისამდე, ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. აი ამ შეკრების დემონსტრაციის, მიტინგის, პროტესტის დაშლით დაიღუპა ასობით ადამიანი, ტრაგიკული ფურცელი, უკვე ესე უახლოეს ჩინეთის უახლოეს ისტორიაში, რომელსაც არ ახსენებენ. მისი ხსენება შესაძლებელია ბუნებრივია ტაივანზე, მაგრამ ჰონკონგშიც კი, სადაც სხვა პოლიტიკური სისტემაა, ხო, მაგრამ მაინც ბოლო წლებში თავს არინდებენ ამას, იმიტომ რომ იქ თავისი პოლიტიკური მოვლენები მოხდა, იქ იყო ეგრეთ წოდებული ქოლგების რევოლუცია, რომელიც ასევე არც თუ ისე კარგად დასრულდა ჰონკონგელებისთვის. მოკლედ ამაზე დღეს ჩვენ არ საუბრობთ. სი ძინპინი არის, როგორც გითხარით, ამბიციური, ძლიერი ლიდერი, ადამიანი, რომელმაც გამოიყვანა ქვეყანა ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ეკონომიკური თვალსაზრისით. მისი დამსახურებაც ამაში არის, მაგრამ
კიდევ ერთი ავტორიტარული, ესე ვთქვათ, ლიდერი, ხო, ქვეყნის, რომელმაც მოახდინა კონცენტრაცია მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში. ბევრი რამ შეიძლება კიდევ ითქვას სი ძინპინზე, მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა სურათი, პორტრეტი მისი დავხატე. ძალიან ნიშანდობლივია სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში ჩატარდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი. იქ ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ინი. ჯერ ამ სამიტზე საუბრობდნენ, სხვა შორის რაც შეეხება ჩინეთის და რუსეთის ურთიერთობას, რუსეთი არ არის დომინანტის პოზიციაში ამ ურთიერთობაში, ნამდვილად არა. ის ეკონომიკური ხელშეკრულებები, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არის, უფრო ხელსაყრელია ჩინეთისთვის, ვიდრე რუსეთისთვის. იქ იყო საუბარი აი ამ სამიტის ფარგლებში ახალი გასადენის მშენებლობაზე საუბრობდნენ, არსებობს გასადენი, რომელსაც ქვია ციმბირის ძალა 1, პუტინს უნდა ციმბირის ძალა 2, რადგან მას უნდა თავისი ენერგომატარებლების გაყიდვა. დაიხურა ევროპული ბაზარი, ეს გარკვეულ ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის რუსეთს და ინდოეთი ყიდულობს, ჩინეთიც ყიდულობს, მაგრამ მათ უნდათ აი ამ მოცულობების გაზრდა ბუნებრივია. როგორც გაირკვა, მემორანდუმს მოაწერეს ხელი, არანაირ საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის. ბევრ რამეზე, რაც პუტინს უნდოდა, სი ძინპინმა შეიკავა თავი, ანუ არ იუთხრა. რაღაცა გარკვეულ დოკუმენტებს, როგორც ხდება ხოლმე ამ სამიტებზე მოაწერეს ხელი, მაგრამ ეს ყველაფერი ამაზე შეიძლება ცალკე ეპიზოდი გაკეთდეს, რა იყო ეს სამიტი, რა იყო ეს შეხვედრა, შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის თავის აღნიშვნა, აღლუმი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია, ახალი იარაღი წარმოადგინა ჩინეთმა ამ აღლუმზე. შთამბეჭდავია სანახავად ეს აღლუმი, როგორც ერთი ყველა ჯარისკაცი, როგორ მოძრაობს, მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი სკანდალი, რაც მოხდა ამ სამიტზე, იყო ის, რომ დიქტოფონი დარჩათ, ესე ვთქვათ, ჩართული და გაირკვა, რაზე საუბრობდნენ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ამ შეხვედრის დროს. სი ძინპინი არის 72 წლის. ვლადიმერ პუტინი სულ ცოტა ხანში, ორ თვეში გახდება 73-ის. ორი ავტორიტარული ლიდერი, რომელიც საუბრობდა უკვდავებაზე. როგორ გააგრძელონ ცხოვრება. შენ შეგიძლია განუსაზღვრელი ხელისუფლება გქონდეს, მაგრამ ცხოვრება რაღაცა მომენტში მთავრდება და წლებთან ერთად ამაზე ალბათ უფრო და უფრო სერიოზულად ფიქრობენ და პუტინი ძალიან ესეთ შეიძლება ითქვას აქტიურად საუბრობდა ორგანოების გადანერგვაზე, ახალ ტექნოლოგიებზე. აი თურმე რაზე ფიქრობენ ადამიანები, გარკვეული ასაკიდან ალბათ, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ. დიდი ძალაუფლება აქვთ ხელში. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით, იმედია იყო საინტერესო თქვენთვის. კიდევ ერთხელ პირადი საქმე დაუბრუნდა თავის მაყურებელს. იმედი გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, არა მარტო ჩვენს პოდკასტს, არა მარტო პირად საქმეს, არამედ 64-ის სხვა პროექტებს, სხვა პოდკასტებს. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ახალ ამბებს, ვაშუქებთ, ვცდილობთ, რომ გავაშუქოთ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი დღის განმავლობაში. ჩვენ ვაკეთებთ Spotify-ზე, სხვა აუდიო პლატფორმებზე, ჩვენ გვაქვს გლობალური კონტექსტი, პირადი საქმეც გადის ასევე Spotify-ზე, თუ გნებავთ მოусმინეთ. გლობალური კონტექსტი ჩვენი კოლეგა თინა კაკიაშვილი გიყვებათ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამბებზე მსოფლიოში. რეპორტერის დღიურები, არაჩვეულებრივი სოფო აფციაურთან ერთად გიორგი გიორგაშვილი მალე დაგიბრუნდებათ დებატებით 64-ის პლატფორმაზე.
რა ვიცი, გვიყურეთ, გვისმინეთ, შემოგვიერთდით, მოუყევით 64-ის შესახებ და ჩვენი პოდკასტების შესახებ თქვენს მეგობრებს. გამოგყვებით YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. მადლობა, ჩვენ დავიწყეთ, დაგიბრუნდით და იმედია, რომ კარგად გავაგრძელებთ მეხუთე საიუბილეო, არ ვიცი, ამ სეზონს. მადლობა.